კრემლმა იქ 7 ტანკი და სამხედრო არტილერია განათავსა. ის რომ მოსკოვი ასადის რეჟიმს ეხმარება, რუსეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუმალავს, თუმცა შეერთებული შტატები შიშობს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით შენიღბული გამალებული შეიარაღება სირიაში ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. ხათუნა გაბიევი გაგვაცნობს ვითარებას აღმოსავლეთში. ლათაღიის ბაზაზე გამალებული მილიტარიზაცია შეინიშნება. სირიაში რუსეთის სამხედრო გავლენის გაძლიერების გამო შეშფოთება უკვე გამოთქვეს როგორც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, ისე შეერთებულმა შტატებმა. ცხადია ისინი სულ უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენენ ასადის რეჟიმს. ისი ნახვაც გსურს ესაა სირიაში პოლიტიკური ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა და მჯერა რომ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის ხელიდან გაშვებული. მოსკოვი კი ლათაღიის ავიაბაზის მახლობლად საარტილერიო შენაერთებისა და უახლესი მოდელის 7 ტანკის გაგზავნას იქ არსებული სამხედრო პოტენციალის მხარდაჭერით ხსნის. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით სირიაში რუსი სპეციალისტები მხოლოდ ადგილობრივების დასახმარებლად იმყოფებიან. თუმცა სხვადასხვა სოციალური ქსელითა თუ სპეციალიზებული პორტალის მეშვეობით გაჟონილი ინფორმაცია დასავლეთისთვის შეშფოთების საბაბს იძლევა. სადაზვერვო ანალიტიკურმა კომპანია სტრატფორმა თანამგზავრით გადაღებული ფოტოებიც გაასაჯაროა, სადაც გარკვევით ჩანს რუსული ბაზების მშენებლობა. ოფიციალურმა მოსკოვმა ლათაღიის ბაზაზე 1500 სამხედრო მოსამსახურისთვის მობილური ბარაკებიც განათავსა. რუსეთის პირველი დიპლომატი და პრეზიდენტი კი ჯიუტად იმეორებენ, რომ ამოცანა გასაიდუმლოებული არ არის. მიზანი კი ტერორიზმის დამარცხებაა. Мы поддерживаем правительство Сирии, хотел бы это сказать. ჩვენ მხარს უჭერთ სირიის ხელისუფლებას ტერორიზმის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვეხმარებოდით და მომავალშიც დავეხმარებით სამხედრო და ტექნიკური საშუალებებით. მოუწოდებთ სხვა სახელმწიფოებსაც შემოგვიერთდნენ. ვიდრე დასავლეთი რუსეთის რეალურ მიზნებს დაადგენს, მოსკოვს მკაცრად აფრთხილებს და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გამო სრული იზოლაციით ემუქრება. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეებით დაგიბრუნდებით. ჩირდილი არაბულების არტ ჰაუსში. ლიტერატურა თუ პოეზია ძალიან საქართველოში უნდა განივცოს. თანამედროვე ხელოვნების ერთკვირიანი ფესტივალი ხევსურეთში. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველთვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. რთული არ ეცხო არა? დიახ. შენს მაინც თუ დავაგვირდებით არ ზედიკოსთვის იქნება ადვილი მისი გარეცხვა ხომასია? არა, ეს არ არის სიმართლე. სარეცხვის მანქანა გარესხავს მას. ნეტა ნამდვილად მარტივი იყოს, მაგრამ ასეთ ლაქას განსაკუთრებული ძალის ხმევა სჭირდება. ახალ სარეცხ საშუალებად აიც არ სჭირდება ზედმეტი ძალის ხმევა. წამომღებით. მოდით ვცადოთ. მხოლოდ ერთი ჭიქა საკმარისია. რეცხვა 40 გრადუს ცელსიუსზე აბრეშუმის რეცხვის რეჟიმში. როგორია? კატკატა თეთრი. ყველანაირი კვალის გარეშე. დაიდის ახალი სითხე იდეალური სისუფთავე ერთი მარტივი რეცხვისას. მიიღეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი თვეში 2%-დან 1 დღეში. დაგვიკავშირდით თბილისი, ბათუმი, სვის კაპიტალი, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. პორტალი MyMakti ეს არის Makti-s ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებ, შეიძინო და ავტომატურად განაახლო ნებისმიერი პაკეტი, შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე 20-ზე და SMS-ით მიიღე MyMakti-s გადმოსაწერი ბმული. MyMakti უახლესი ტექნოლოგიები Makti-s ხარისხით.
გაიმარტივე ცხოვრება. დაიტოვე მეტი დრო გართობისთვის. შეიძინეთ Lenovo-s ნოუთბუქი Elite Electronics-ი Intel-ის პროცესორით. საუკეთესო ფასად 1199 ლარად. რა უცნაური. რა არის ამაში უცნაური? ბინა ვიყიდე. ბინა? იმ კვადრატში. იპოთეკით? აჰა. მოიცა და ეხლა ბინის ქირაც უნდა იხადო და სესხით? არა. აბა? სესხს არ ვიხდი. რას ნიშნავს სესხს არ ვიხდი? აი ეს. სესხი ავიღე და არ მახდება. მართლა რა უცნაურია რა? და ის უფრო უცნაური არ არის, ნიკი კოშკერიშვილს რა გქავა? თქვენ არ იცით როგორ უხდება ჩაის ნაპოლეონი. მადლობა სამბარად. შეიძლება ეს პირობა სიზმარს გავს. თუმცა M კვადრატი მართლაც გთავაზობთ იპოთეკურ სესხს, რომელსაც იღებთ ახლა და არ იხდით სანამ ახალ ბინაში არ გადახვალთ. აირჩიეთ M კვადრატის 4 მიმდინარე პროექტიდან თქვენთვის სასურველი და იცხოვრეთ უკეთესად. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. დირსიში აქცია გრძელდება 60-ხიანი ბინები $650-დან. შეიძინე ბინა მარტივი იპოთეკური სესხით შემოსავლების შესწავლის გარეშე. დირსი, მოლოდინზე მეტი 274-04. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. გუშინდელი ფუნდუშები დღევანდელ ფასად ის სამჯერ უფროსია შენზე და შენ არ ხარ მისთვის ერთადერთი. თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ, ხოლო არსებულ კლიენტებს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. ბრენდს ქმნიან ადამიანები და არა შენობები. ვაკე უნდა დაბრუნდეს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. შეწუხდით თქვენ სავარცხელზე ზედმეტი თმის დანახვით. ეს აღარ განმეორდება ახალ პანდენ პროვის თანერთან. თმის ჩვენისგან დამცავი კოლექცია. პანდენ პროვის ფორმულა ღრმად აღწერს თმის ძირებში და გვეხმარება 97%-მდე თმის ჩვენის შემცირებაში. შემითმა თავიდან ბოლომდე ძლიერი და შესამჩნევად ჯანსაღია. დაინახეთ და შეიგრძენით განსხვავება პანდენთან ერთად. პანდენი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია მაგთი. შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი სმარტფონით და ახლა უკვე გაორმაგებული ინტერნეტით საჩუქრად. ეს არის ქრონიკა 8-ზე. მუსიკა მშვიდობისთვის იუნესკოს 70 წლის იუბილეს ბათუმში ამ სახელწოდების გალა კონცერტი ეძღვნება. ამინდის გაუარესების გამო ღონისძიებამ პიაცას ნაცვლად ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გადაინაცვლა სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოვიდა ტენორი ზურაბ სოტკილავა. კონცერტში მონაწილეობს ელისო ბოლქვაძე, კლასიკურ მუსიკასთან ერთად არის ფოლკლორიც. კონცერტს იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება. ბათუმი Music Fest-ი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. დღეს ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დასკვნის საღამო არის, ორმაგი დატვირთვა აქვს, ამის გარდა ის ეძღვნება იუნესკოს 70 წლის იუბილეს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი მძლავრი საფესტივალო ტრადიციის არსებობა და მისი უწყვეტობა წლიდან წლამდე მასშტაბს და ავტორიტეტს უმაღლებს ფესტივალს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მისი ძალისხმევისთვის. 15 წლის ქართველი მხატვარი რომის საერთაშორისო კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტია. ლიზი ბუდაღაშვილმა თანამედროვე ხელოვნების აკადემიის კონკურსზე თითქმის 500-მდე კონკურსად შორის მესამე ადგილი დაიკავა. ხელოვანები მისმა ტილომ ზენიტმა აღაფრთოვანა კონკურსის გამარჯვებულებს დაჯილდოება იტალიაში რამდენიმე დღეში იგეგმება. ქრონიკის კორესპონდენტი მანანა გაბელიაკი მხატვარს თბილისში რომში გამგზავრებამდე შეხვდა.
ახლო რომში გასამგზავრებლად ემზადება. ლიზა ის იღბლიანი კონკურსანტია, რომელმაც რომის თანამედროვე ხელოვნების აკადემიის კონკურსში 500-მდე მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ნახატები გავაგზავნეთ ფოტოების საშუალებით, გავაგზავნეთ ზენიტი და ცარცის მუზეი, მაგრამ შემთხვევაში ზენიტმა აიღო პირველი მესამე ადგილი და ზოგადად ხშირად ვაგზავნე ხოლმე კონკურსებში. საკუთარ თავს მარტელს უწოდებს. ფსევდონიმი თანამედროვე არტს უკავშირდება. განწყობისა და ემოციის სინთეზს კი მისი შემოქმედების მთავარ წყაროდ ასახელებს. ამბობს, რომ ყველა ნამუშევარი წამში დაჭერილი ემოციის გამოხატვაა. რაკურსი სპეციალურად შევარჩიე ქვემოდან ზევით, მინდოდა რომ გამომეკვეთა უკვე მზის სიშორე, საჭიროება, აღმატებულობა, ფუნქცია. მზე ამ შემთხვევაში შეიძლება აღვქვათ როგორც მომავალი სიმბოლო, ან როგორც საბოლოო დანიშნულება და მიზანი. ტილო, რომელიც უძველესი ხელოვნების ქალაქში 3 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა, მისთვის სიცოცხლესა და თავისუფლებასთან ასოცირდება. ამბობს, რომ ნამუშევრის მთავარი ინსპირაცია მზეა. სახელოვნებო სივრცე თბილისის ურბანული გარემოდან მოშორებით ცდილობს მკითხველთან უშუალო ურთიერთობას. ამჯერად მწერლები და